გასწავლებელიც არის ორივე ერთნაირად დავასწავლო მარტო ის არის მარტო ეს ერთი შენიშვნა მე პირადად ჩემი თვენახევრის გამო შეიძლება ახლა ძალიან არასერიოზულად ჟღერდეს მაგრამ მქონდა ეს განცდა სახელმძღვანელოები შემიძლია პირდაპირ თქვა ისტორიას ვასწავლიდი ყველაფრის ისტორია გამოვიდა მე-6 მე-7 მე-8 კლასში იყო აბსოლუტურად ვიღორმისი ისტორია გეოგრაფია თან ფიზიკური და ეკონომიკური და თან რელიგიის ისტორია მანახეთ მასწავლებელი საქართველოში არ დავიკვეხე რომ დიდი ის ვარ აინშტაინი და სოკრატე მაგრამ რაღაცაში გამეგება პრაქტიკა კომპლექსიანობა არ ვიცი ვინ დაწერა ეს სახელმძღვანელო ეს ყო ჩემთვის გამოვიდა არ არის შერჩევით ეს შეზღუდული ვიყავი თუ სახელმძღვანელო სახელმძღვანელოს ფუნქცია ის არის რომ შეარჩიო იმ სახელმძღვანელოებიდან თქვენ პედაგოგს რომელიც სახელმძღვანელოს არა დიდი მე-5 კლასში არ მასწავლებელი საჭირდებოდა ამას მამა პირდაპირ მასწავლებელი არ ჭირდებოდა იყო დაგეჭილი სახელმძღვანელო რა უნდა მიმარჩიელო იქ რა ვარ და არაფერი არ ვარგოდა სახელმძღვანელო არა მე ეს არის საიდანღა თარგმნილი რაღაცა ყველაფერი დაგეჭილი იყო და მასწავლებელი აღარ იყო საჭირო რატომ იყო ცუდი სახელმძღვანელო ამას სახელმძღვანელო კარგი უნდა იყოს ხალხი არა თქვენ თქვით ამ წუთში რომ დაგეჭილი იყო ყველაფერი იქ მასწავლებელი არ ჭირდებოდა და ესეთი ცუდი რატომ იყო თუ ისედაც იგებს ბავშვი თქვენ რა ამ ის როგორღაც რომ უტრირებული და ნახევრად მე ვიცი რომ სახელმძღვანელო უნდა ვარგოთ მე ვიცი რომ თქვენ როგორც პედაგოგმა ჩათვალეს უფუნქციო თქვენი თავი იმიტომ რომ დაგეჭილი იყო ყველაფერი სახელმძღვანელოში ამას გულისხმობდით სიმართლე გითხრათ ცოტა დავიბენ მით უფრო განათლების სამინისტროდან ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცნენ როდესაც არ ჩათვალეს ვალდებულად თავი ადამიანებმა რომელსაც ჩვენ ვუხდით ხელფას თან რა სფეროზეა ლაპარაკი ბავშვების მომავალზე სასკოლო განათლებაზე პირდაპირ ვალდებულება და პასუხისმგებლობა რომ ის ადამიანები ვისაც ჩვენ ჯამაგირს ვუხდით მოვიდნენ და გვითხრან რა ხდება რეალურად რა ხდება სკოლებში და რა მოხდება სკოლებში ეს ადამიანები ერთიანად დაიმალნენ ყველა ეს არის ფაქტი და ძალიან ცუდია რომ ახლა ჩვენ ყველა ვსაუბრობთ განათლების სამინისტროს მაგივრად და ის ადამიანები არ არიან ვინც უნდა იყოს განათლების სამინისტროს მაგივრად რაც აკეთებს განათლების სამინისტრო სკოლებისთვის ახლა ჩვენ საუბრობთ მე დამჭერს საბეჭდილება ერთ მოქალაქეს რომელსაც ორი შვილი მეძება ჯერ პატარები არიან და უნდა მივიყვანო სკოლაში ხო თავი უნდა ვიმტრიო იმ სკოლაში მივიყვანო ამ სკოლაში გავიკითხო იქ დირექტორი ვარგა იქ ძველი ბიჭია იქ ხულიგანია იქ გიამურღულია და კარგად ასწავლის მასწავლებელი ვარგა თუ არ ვარგა და ასე შემდეგ ხო დიდი თავისწინული აბა რა უნდა ქნათ უნდა ქნა ეს ყველაფერი მაგრამ სახელმწიფო რას აკეთებს იმისთვის რომ მე არ დავინახე ახლა არამიერთულებებით რომ თქვენ ამისთვის მოგიწევთ რომ გადამაწყვეტოთ იმიტომ რომ მე არ ვარ დიდად ჩახედული თვითდინებაზე ჩემი განცდა დღეს აქ და სწორედ მაგარი ხო ინერცი მიდის ასე თავი მე გეტყვით რომ თქვენ სახელმწიფო პოლიტიკა რომელიც აისახება სკოლაზე ჯერიან დიდი ბოდი მინდა თქვა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც ვფიქრობ სახელმწიფო რასაკეთებს განათლების სისტემისთვის ის რომ მიდგომა არის ძალიან არახუმანური მოდი დავიწყოთ იმითი რომ დეცენტრალიზაცია იყო ნამდვილად კარგი ნამდვილად დიდი ნაბიჯი და უცხოელი ექსპერტებიც ყოველთვის კითხულობენ რომ ამ ქვეყანაში რაღაც კარგი ხომ მოხდა მაგალითად სკოლებში მოხდა დეცენტრალიზაცია რაც ნიშნავს იმას რომ ფინანსებს ადგილზე განკარგავენ და ასე შემდეგ ახლა ვნახოთ კიდევ რა მოხდა სკოლებში და რაში ვხედავ მე ძალიან არახუმანურ დამოკიდებულებას მაგალითად მაშინ როდესაც იყო არჩევნების პერიოდი განსაკუთრებით მინდა ვთქვა აღმოსავლეთ საქართველოს სკოლებზე პირდაპირ მიდიოდა რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად მათ ჰქონდა სხვათა შორის კანონის თავისუფლება ხვდებოდნენ იქ ადამიანებს რაღაცებს ეუბნებოდნენ მე როდესაც მოდიოდნენ ესენი უკან სკოლის დირექტორი ავალებდა მასწავლებლებს რომ მოიტანათ თავის მშობლებში და არა სხვაგან შეკრებილი 20 ან 30 ხელმოწერა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების და დადიოდნენ ეს მასწავლებლები თავისი საკუთარი მოსწავლეების მშობლებთან. სად იყო ეთიკური კოდექსი მაშინ?
და ავალებდნენ, ესე იგი აწერინებდნენ ხელს, რომ ისინი არიან ნაციონალური მოძრაობის ხარდამჭერები. შემდეგ ეს მასწავლებლები ისხდნენ უბნების წინ, საარჩევნო უბნების წინ და პლუსებს უწევდნენ იმ ადამიანებს, ვინც მოვიდა და მინუსებს უწევდნენ იმას, ვინც არ მოვიდა. ძალიან გთხოვთ, ხა იქ ვერანაირად ვერ აკონტროლებდეს სისტემა, რომელიც ძალიან გთხოვთ ამ თემას ნუ გაატარებთ ისე რომ ვითომ ეს არაფერი არ იყო. სკოლებს მიაყენეს უდიდესი შეურაცხყოფა ამით. მასწავლებლებს რაც აკურველია, ეს იყო საშინელება, ამაზე მეტი უბედურება არ შეიძლება ყოფილიყო. აი მაგ მასწავლებელმა როგორ უნდა ასწავლოს ჩემ შვილს ვინმე ამიხსნას, რომელი მასწავლებლის ესეთ რაღაცას გააკეთეს, ახლა რაც არა, დიდი ბოდიში რა, ახლა მასეთი კონკრეტული ფაქტი იქნებოდა, რომ მაგის გამო სამსახურიდან წავიდოდა. მე გვედავა ამაზე და ახლა პოლიტიკოსებთან ბუნებრივია ბატონ დავითის ინტერესი არის ის, რომ რაღაცნაირად ყველაფერში გააკრიტიკოს ყველა და ყველაფერი არა კონკრეტული ფაქტის შემდეგ რა მოხდა თქო მიდიოდნენ თავზე ადგებოდნენ საარჩევნოებაზე გინდა თუ არა ეს შემოხაჯა თუ რა აკეთებდნენ ხო არა რანკინი კონკრეტული ფაქტი იყო ხო კონკრეტულ ფაქტებს გეუბნები ერთადერთი სკოლა იყო მათ შორის რაც მე ვიცი რომ მას თქვა უარი და თქვა ამას არ გავაკეთებ და მე რამა არ მოხდა იოვაში ვინმე არ მოხდა მაგაზე მაყავარი არაფერი არ მოხდა ვიცი დამსახურება ვიცი დამსახურება და იმ პედაგოგების დამსახურება და აქ სხვა სკოლებში რომ ესეთი პედაგოგები არიან ერთი რამით მაინც აუ შეიძლება რა მოხდა შეიძლება ხალხნაირად თქვენ თავად თქვით ახლა რომ ეს სკოლაში უარი განაცხადეს პედაგოგები. დიახ, ერთჯერადია ის პედაგოგები მე პირადად რომ მქონდეს შესაძლებლობა რომ გავიცნო, მადლობას ვეთყოდი ამისთვის, მაგრამ კითხვა მაქვს გაუშვა ვინმე ეს პედაგოგები? არავის არ გაუშვა. არ გაუშვა. ამ შემთხვევაში სხვა პედაგოგებმა ვინც ესეთ არაეთიკურ ქმედებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ როგორ უნდა ასწავლონ ბავშვებს ამაზე საუბრობენ. არა ნორმალური რომ რაღაცას გავალებ. შენ რომ პედაგოგი ხარ, შენს მქონე ხომ უნდა აზროვნებდე რომ ეს არ გააკეთო. ეს რომ არაეთიკურია, არა კანონიერია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუ მეტი სკოლის პედაგოგებმა მოახერხეს ის რომ უარი განეცხადებინათ და მათ არ შექმნიათ ამის გამო პრობლემები. რატომ ვერ მოახერხეს სხვა პედაგოგებმა? მე სწორედ მაგას ვკითხულობ, იმ პედაგოგმა როგორ უნდა ასწავლოს მოსწავლეს სკოლაში და რა უნდა ასწავლოს, რომელიც ესეთ რაღაცას აკეთებს სკოლაში. ისიც ადარა ხათ მათარი ზემოდან რო უყურებ, მოდი ზემოდან დახეს. ზემოდან ვინც მაგ დავალება მისცა. ეს იყო საერთოდ არის გასაჩერებელი იქ სადაც არის. ამაშია საქმე. მაგრამ ის რესურს ცენტრების ხელმძღვანელები სადაც შედეგები არ იყო. მე გეუბნები ამას 100%-იანი პასუხისმგებლობა. შედეგები არჩევნებში შედეგები სადაც არ იყო უფრო დაბალი ვიდრე სხვაგან. რესურს ცენტრის ხელმძღვანელები მოხსნეს. თუ თქვენ ახლა ეს პირველად გესმით, მაშინ ჩახედეთ ვინ არის მოხსნილი არჩევნების შემდეგ და შეადარეთ შედეგები პარაიდად. დავინტერესები არის მე გვარებს ვინ მაგრამ რესურს ცენტრი რა შუაშია არჩევნებს მე კითხები პაროშია. ამ შემთხვევაში რესურს ცენტრი გარბაში მოუსწრებს ის. მე ძალიან მაინტერესებს როდის მე არის ქალბატონია სამინისტროს ადვოკატი, იმიტომ რომ ყოველთვის პროტესტი აქვს ხოლმე სამინისტროს გადაწყვეტილებებზე. ყოველთვის მაშინ როდესაც როდესაც საუბარი არის მე არ მინახავს პირადად ეს ფაქტი, მაგრამ მოქმედი კანონმდებლობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული რომ ამასწავლებლებს ასეთი რამე დაავალონ. თქვენი მოწონებული შრომის კოდექსის 37 მუხლის D პუნქტი არა მარტო მაგის საშუალებას აძლევს სკოლის დირექტორს, გინდათ რესურს ცენტრს და მის ზემდგომებს, არამედ იმის უფლებასაც აძლევს, რომ მასწავლებელმა ხმა ვერ ამოიღოს. ზუსტად თქვენ სიამაყით აცხადებით, რომ შრომის კოდექსის ერთ-ერთი თანაავტორი ხართ, სადაც ასეთი ნორმა არის ჩადებული, რომ ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეიძლება გაათავისუფლონ მასწავლებელი და თქვენ ბრძანდებოდით პირადად იმ პროცესზე წარმომადგენელი, რომ იმ დირექტორს იცავდით, რომელმაც
ვერცერთი მიზეზი ვერ დაასახელა იმ 10 მასწავლებლის სამსახურიდან გათავისუფლების ამ ნორმის საფუძველზე. აი ამ პირობებში, როდესაც საკანონმდებლო ბაზა არ არის აბსოლუტურად მოწესრიგებული, ვერც სამეურვეო საბჭო ამოქმედება. ერთის მხრივ ჩვენ ვეუბნებით სამეურვეო საბჭოს, რომ სკოლა უნდა მართო, რომ სწორი მენეჯმენტი უნდა იყოს, რომ უნდა ფინანსები გააკონტროლო, მაშინ, როდესაც არსებობს ეს ნორმა